მოგესალმებით მეგობრებო, ამანათების გახსნისა და განხილვის არხზე. დღეს არ გვექნება ამანათების გახსნა, მაგრამ მინდა გიჩვენოთ ერთი საინტერესო საიტი, რომელიც დამწყები იუტუბერებს გამოგადგებათ. ამ საიტის საშუალებით შეგიძლიათ 2-3 წუთში ყოველგვარი პროგრამის გარეშე, რაც თავარია სრულად უფასოდ, შექმნათ ეგრეთ წოდებული ინტრო თქვენი YouTube არხისთვის. საიტის ლინკი რა თქმა უნდა იქნება ვიდეოს ქვეშ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ თქვენ თვითონ და მოსინჯოთ. ახლა კი გიჩვენეთ როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ინტრო ამ საიტზე. ამოვირჩევთ ნებისმიერს, რასაც ფრია წერია, ეს არის ყველა უფასო. ხოლო ეს დანარჩენები ფასიანია, რასაც სჭირდება თქვენი აკაუნტის აპგრეიდი. და თვეში $1 მხოლოდ გადასახდელია, ასე რომ ფასიც არ არის მაინდა-მაინც. დარეგისტრირებას არ გიჩვენეთ, ალბათ ყველამ კარგად ვიცით რა მარტივი რეგისტრაცია, მიუთითებთ email-ს, თქვენ მომხმარებლის სახეს, თქვენ სახელს და პაროლს და სრულად არის. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, რომელსაც წერია free, ყველა უფასოა, რა თქმა უნდა. ასევე არის აი აქ მოგაერთოთ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი სურათი. ზოგან მარტო სიტყვების შეცვლა შეგიძლიათ, წინადადებით ჩაწეროთ. აქ წერია თავისი დროები, რამდენ წამიანია. მე მაქვს ეს გაკეთებული და ამიტომ პირდაპირ ამას გიჩვენებთ. დააკლიკებთ Customize Now. აი აქ შეცვლით სიტყვებს, ყველა თანმიმდევრობით მოდის, როგორც დაინახეთ წევამდე იცვლება. სადაც რაც ჩაწერთ, ისინი ხოლო ეს ბოლოა, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ საიტის ლინკი, თუ გაქვთ საიტი და რასაც ფინალით აქ ჩაწერთ, აი ამ შემოხაზულში ჩაიწერება, ხოლო საიტის რასაც აი ბოლოში ჩაწერთ საიტის ლინკი, ან სახელი, ან ნებისმიერი რამე, რაც თქვენ გინდათ შეგიძლიათ ჩაწეროთ, უბრალოდ ეს თვითონ გაკეთებული უკვე ისეა, რომ საიტის ლინკი წერია, თუ შეგიძლიათ სხვა რამეც ჩაწეროთ და გამოჩნდება. აქ ვაკლიკებთ, რომ ამოვირჩიოთ მუსიკა, ეს არის ჟანრები და შეგიძლიათ ნებისმიერ მუსიკას მოусმინოთ, თუ მოგეწონებათ, დააკლიკებთ Choose და დაედება ეს მუსიკა იმ თქვენ ამორჩეულ ინტროს. სხვა ჟანრის მუსიკებია. თქვენ თვითონ ნახავთ, რომელიც მოგეწონებათ, იმას ამოვირჩევთ. შემდეგ ყველაფერს მოგხამზადებთ, აქ არის კიდევ თვითონ ვიდეოს ფორმატი, შეგიძლიათ ამოვირჩიოთ, 720-ია ყველაზე. მაქსიმალური აქვს და რა თქმა უნდა 720-ს ამოვირჩიოთ, თუ ძალიან სლაბი კომპიუტერი არ გაქვთ. და შემდეგ შეგიძლიათ უყუროთ, რაც გააკეთეთ. ახლა ეს სკილოს ჩამოვიტვით უკვე ეს, რაც ახლა გავაკეთეთ. აქ არაფერი წარწერა არ იქნება, ამიტომ არაფერი შეუგონია. და ეს ცარიელი ის ჩანს. ეს დავშალოთ, აი ეს არის, რომელიც მე მაქვს გაკეთებული. და ეს მოდის წარწერები თანმიმდევრობით, წეღა როგორც გიჩვენეთ.
და ეს არის ბოლო, როგორც გითხარით, საიტის მაგივრად შეგიძლიათ სხვა რაღაც დაწეროთ და ის გამოჩნდება.